ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე დილიდან მოძრაობა შეფერხებულია. ეგრეთ წოდებულ ახალ გზაზე კლდის მასა ჩამოიშალა. ქვათაცვენა იმ დროს დაიწყო, როდესაც ტერიტორიაზე ავტომობილები გადაადგილდებოდნენ. თვითმხილველები ყვებიან, რომ კლდიდან წამოსულ მასას სასწაულებრივად გადაურჩნენ. თბილისის მერიამ კი ადგილზე დამონტაჟებული დამცავი ბადეების ვარგისიანობა მხოლოდ ინციდენტის შემდეგში ამოწმა და დაადგინა, რომ არსებული ბადეები უსაფრთხოებას ვეღარ უზრუნველყოფს და შესაცვლელია. რა ხდება ამ დროისთვის ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე და არსებობს თუ არა ქვათაცვენის გამეორების საფრთხე. ნინიკო გიგაური ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში. ყოველ წამს ამ გზის ნებისმიერ მონაკვეთზე ისევ არსებობს საფრთხე იმის, რომ დაიწყოს ქვათაცვენა ნებისმიერ მონაკვეთზე, სადაც ეს კლდე არის. ეს თქვეს სეისმოლოგებმა, რომლებიც იყვნენ აქ დილიდან, დააკვირდნენ პროცესებს, რომელიც აქ ვითარდება. ნახეს თუ რა ვითარება არის ადგილზე და როგორც ისინი ამბობენ, ეს არის ბუნებრივი პროცესი, რა დროსაც შრება კლდის მასა და იწყება ხოლმე ქვათაცვენა, ამასაც ბუნებრივია ჩვენ ვერ შევაჩერებთ, თუმცა მნიშვნელოვანი არის ის, რომ დაცული იყოს უსაფრთხოების ნორმები, აუცილებლად მიიჩნევენ სეისმოლოგები, რომ რაც შეიძლება სწრაფად აქ მოვიდნენ ინჟინრები და მიღებული იქნას კონკრეტული საინჟინრო გადაწყვეტილება, რომელიც მოახდენს პრევენციას იმისა, რომ აქ ჩამოიშალოს ეს კლდის მასა და აუცილებლად მიიჩნევენ ასევე, რომ დამონტაჟდეს დამცავი ბადე, თუმცა ჩვენ ნახეთ, რომ ის ახლაც ამ წუთებშიც არის აქ დამცავი ბადე განთავსებული, თუმცა ერთი შეხედვითაც ძალიან კარგად ჩანს, რომ ეს ბადე არის ძალიან დაზიანებული და შეუძლებელია, რომ მან შეაჩეროს, ასე ვთქვათ, კლდიდან დაწყებული ქვათაცვენა, რაც ჩვენ ნახეთ გუშინ ერთ-ერთმა მოქალაქემ გაავრცელა ვიდეო კადრები, სადაც კარგად ჩანს თუ როგორ წამიერად გასცდნენ ისინი იმ ტერიტორიას, სადაც დაიწყო ქვათაცვენა და იყო ძალიან მაღალი რისკი იმისა, რომ სწორედ აი ამ ავტომობილს მოხვედრო და ჩამოცვენილი ქვები. ეს არის ძალიან აქტიური ტერიტორია, თბილისის ეგრეთ წოდებული ახალი გზა, სადაც დღის ნებისმიერ მონაკვეთში არის ძალიან აქტიური მოძრაობა, გადაადგილდებიან მუდმივად ავტომობილები და სეისმოლოგები ახლა ელოდებიან, რომ მიღებული იქნება კონკრეტული გადაწყვეტილება მერის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რაც ეხება, სადაც ისინი ამბობენ, რომ უნდა შეიცვალოს ეს ბადე და დაწყებული არის ბადის შეცვლის სამუშაოები, როგორც ჩანს მერიას დააგვიანდა ამ ბადების შეცვლა, რაც ეხება ადგილზე ვითარებას, ახლა აქ მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, ტერიტორიიდან გააქვთ ეს ჩამოსული კლდის მასა, მძიმე ტექნიკა მუშაობს და სავალი ნაწილის ერთი ზოლი ამ წუთისთვის არის სრულად გადაკეტილი და გადაადგილება მხოლოდ ერთ ზოლზეა შესაძლებელი. რომელი სამსახურიდან ხართ, უბრალოდ ეს მაინტერესებდა, შეგიძლიათ რომ მითხრათ მერიის სამსახური? არა, ჩვენ ვართ კომპანია, რომელიც წმენდს ამტყდება. ალპინისტების გუნდი ვართ და ვიმუშავეთ, ჩამოვყარეთ ქვები და ეხლა ტრაქტორს მიაქვს ეს ქვები. დიახ, თქვენი უსაფრთხოება თუ იყო დაცული? რა თქმა უნდა. პროფესიონალების გუნდი ვართ, ანუ. დიახ. მერიის მიერ დააქირავებული. მერიის მიერ დააქირავებული. ჩამოდის. ასუფთავებენ, ნუ არ მანქანები არ დაინტერესებს რა. რამდენ ხანს გაგრძელდება ეს სამუშაო? ალბათ რა, ხვალამდე მორჩება ხალგახსნიან მაგით. ინჟინრები იყვნენ ადგილზე მოსული? დიახ, იყვნენ, რა ვიცი, ვიღაცები იყვნენ, ეხლა არ ვიცი. რა თქვენ, რა გააკეთეს? არა, მაგდენი არ ვიცი. ჩვენ მძღოლები ვართ. მოძრაობასთან გამომდინარე, ეხლა ალბათ შეიკავებენ თავს და ღამე გააგრძელებენ. ღამე გაიტანებს მასიურად ალბათ. არის გაშიშვლება აქ, არის გამოფიტვა მზისა და წვიმისაგან, რეალურად მოდის ქვემოთ, გამოფიტული ეროზირებული ნაწილი ეროზია მიდის და მოდის ქვემოთ. ეს ახლა ჩვეულებრივი რამ არის, უბრალოდ არის საფრთხის შემცველი, იმიტომ რომ აქ გვაქვს გზა, იყო ბადე გაკეთებული, აუცილებელია გამაგრებითი სამუშაოები, სუსაშიში იქნება. ანუ ეს არის წლების განმავლობაში, ესეთ ქვეყანაში ცხოვრობთ რა. როდესაც ასეთი მithumetes ასეთი დახრილობაა, კონფერცია რა, გაჭრილია ფაქტობრივად. მე მაგალითად აქ სხვა რაღაცას გავაკეთებ. ეს არის ინჟინრის გადასაწყვეტი, რომ ინჟინერმა მაქსიმალურად უსაფრთხო გახადოს აქ მოძრაობა. მოდის, აი თანდათან, ნახეთ როგორი გამოფიტულია. ხო და წამოვა ეს ახლა ეს იგივე არის ფაქტობრივად, რაც ზევით არის, იგივე ფორმაციებია, რაც ლისზე გვაქვს.
ძალიან მნიშვნელოვანია ასევე კიდევ ერთი ფაქტი, რომ სწორედ აი ამ კლდის გვერდით ახლა მიმდინარეობს მშენებლობა მუნიციპალური პარკინგის. კახა კალაძის მიერ არის ეს ნებართვა გაცემული და დღეს თია გოდოლაძე ასევე ამბობდა იმასაც, რომ დაუშვებელი არის ამ ტერიტორიაზე რაიმე მშენებლობის დაწყება, თუმცა მიუხედავად ამისა ჩვენ გადავიღეთ, რომ მშენებლობა აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს და სულ მალე აი ამ ძალიან სახიფათო კლდის უკან იარსებებს მუნიციპალური პარკინგი იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ნახეთ, რომ ეს გზა არის საკმაოდ დიდი საფრთხის შემცველი თუ გავითვალისწინებთ ჩვენ 13 ივნისის მოვლენებს, ვერეს ხეობაში განვითარებულ მოვლენებს და მიღებულ მსხვერპლს და ახლა ძალიან მნიშვნელოვანი არის თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს მერია, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ინჟინრები და რა უსაფრთხოების ზომები გატარდება კონკრეტულად ამ ტერიტორიაზე იმისათვის, რომ ავირიდოთ ისეთი კატასტროფა თავიდან, რასაც ჩვენ ბოლო პერიოდების განმავლობაში საკმაოდ ხშირად ვუყურებთ ხოლმე.